Okay, всё. Шалომ, აბა კიდევ ერთხელ მოგროვდა ხალხი, მოგესალმებით ყველას. მადლობა რომ ჩაგვერთვეთ, გვიყურეთ. დღევანდელი ჩვენი საკვირაო თავი, რომელიც თორის საკვირაო თავია, ეს არის თორის საბოლოო თავი. ჩვენ ვაგვიანებთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წესით ებრაულ ტრადიციაში ეს არის კორახის თავი, თორის საკვირაო თავი, მაგრამ დღეს ჩვენ განვიხილავთ დაბადების 59 თავს. უკვე ვილაპარაკებთ იოსების და ძმების შერიგება, ვილაპარაკეთ წინა კვირას მე ლაივი მქონდა ჩართული გოლგოთაზე, რატო მოხდა იესო ქრისტეს გაყიდვა ჯვარცმა, ეს ყველაფერი რატო მოხდა, ჩვენ ამისათვის უნდა ვეძებოთ გასაღები არის დაბადების წიგნში, ეს არის ისტორია იოსების და მისი ძმების ურთიერთობაზე. ვილაპარაკეთ იოსები როგორც ხატოვნება ტიპი, როგორც იესო ქრისტეს მთავარი ტიპი, იმიტომ რომ იესო ქრისტეა მთავარი ტიპი და აი ესა ანტიტიპი თუ რა, ანტიტიპი, ხოლო ის რაც უნდა გაიარა იესო ქრისტემ, ეს ყველაფერი ხატოვნებად გაიარა იოსებმა. მაგრამ იოსების ცხოვრება ხატოვნება არ იყო, უბრალოდ მისი ცხოვრებიდან გამომდინარე ის წინასწარმეტყველური სახე იყო, ისაც იესო ქრისტეს უნდა გაევლო. ხო, აი ეს არის ის, რაც გავიარეთ ასევე ძმების უარყოფა როგორ მოხდა და ვთქვით, რომ ყველაზე მთავარი მოტივი რომ ებრაელებმა მიიღოს იესო ქრისტე, ამისათვის საჭიროა მათი იესო ქრისტე დაინახონ ებრაულ კულტურაში და ებრაული ხატოვნება დაინახონ იესო ქრისტეს. დღესდღეობით ეს არ არის, მაგრამ უკვე დაიწყო ეს ტენდენცია. ბევრი ებრაელი ხდება ქრისტიანი და როცა საუბრები მიდის ებრაელ რაბინებთან და არაერთი დებატები არის, თუ მინდა შეხედოთ ებრაელების დებატები რაბინებთან, ძალიან ასიამოვნები დარჩებთ. მეც მქონდა რამოდენიმე დებატი იერუსალიმში რაბინებთან, არა ერთი რაბინი გამექცა. მაგრამ ხო, გამექცა, რო გაიგო მას ვეგონე ბიჭო, აი დებატებზე რო იყო, ვეგონე ქრისტიანი, გაიგე? ჩაოლებრივი ქრისტიანი და ამას ახლა ემატა რო გაიგო, მე მესიანელი იუდეველი ვარ, აღარ დათიშდა, იმიტომ რომ იმან რომ მიხდა რომ მე მისი ტრადიციაზე პირად ვიცი, მიხდა რომ მისივე კოზირით გავჭიდი მისივე კარტებს. Okay. Კაი, ხო. და დღეს უკვე ვილაპარაკებთ იაკობზე, რომელსაც იაკობმა აკურთხა თავისი 12 შვილი, 12 ძე, რომელიდანაც წამოდა 12 ტომი ისრაელისა. მაგრამ სანამ მაშულოდ გადავალთ, მე მინდა შევაჯამოთ, იმიტომ რომ დღეს არის დაბადების წიგნის ბოლო თავი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ უკვე 13 თვე ამასწავლო და მე ვთქვი, რომ დაბადების წიგნი ეს არის თავი, ეს არის გასაღები ყველაფრისა. გასაღები იმისა, რომ გავიგოთ ბიბლია. თუ რა შემდეგში ხდება და ვთქვი, რომ დაბადების წიგნი და ბიბლიის დაწერის მთავარი ლაივ მოტივი და მიზანი და მიზეზი ეს არის იესო ქრისტე. თუ ჩვენ დავინახავთ იესო ქრისტეს ბიბლიაში, მაშინ ჩვენთვის ბიბლია იქნება ყველაზე ადვილი გასაგები და ყველაზე ადვილი გასაგები და მას ექნება მაცხოვნებელი ძალა ჩვენთვის. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველა მორწმუნე, ვინც ბიბლიის შესწავლას აპირებს და უნდა დაინტერესებს, მან უნდა იმას რა ქვია, მოძებნოს იესო ქრისტეს დაბადების თავში. მაშუღურე პირველი ჩვენ ხედავთ წითელ ხაზს იესო ქრისტეს დაბადებაზე, ეს არის, როდესაც ჩვენ ხედავთ დაბადების პირველივე მესამე თავში, თქვა ღმერთმა და იყოს ნათელი. და იყოს ნათელი ჩვენ თქვით ზმნა, რომელიც იყოს ნიშნავს ხაია, რომელსაც აქვს დაუსრულებელი ფორმა, მას არ აქვს საწესი და დასასრული, ეს არის ზმნა, რომელიც მუდამ მოქმედებაშია და ჩვენ ვთქვით, რომ ეს არ არის ის ბუკვალური სინათლე, რომ ვიფიქროთ, არამედ ეს არის ის სინათლე, რომელიც ღმერთთან იყო, ღმერთი თვითონ ეს სინათლე წარმოადგენდა, მან სულიერი სამყარო და მატერიალურ სამყაროში შემოიტანას თავისი სინათლე. და ეს სინათლე ებრაელი კომენტატორები ამბობენ, რომ ეს არის მესიის სინათლე. ის არსებობდა სამყარომდე, ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტეს არც თავი აქვს, არც დასაწყისი, ის ყოველთვის იყო, ის ღმერთია, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია. აქედან გამომდინარე, უბრალოდ კონცეფცია, იდეა მესიის სინათლე, ეს არის ის, რომ
ეს არის ზუსტად ის რომ ღმერთმა შემოვა. ამას ჩვენ ვხედავთ დაბადების პირველივე თავის მესამე მუხლში. აგრეთვე თვითონ სიტყვა ბერეშით ჩვენ გავმარტეთ როგორია, ახლა აღარ დაუბრუნდები ამაზე, თვითონ სიტყვა დასაწყისში კი მიუთითებს იესო ქრისტეზე. მეორე ჩვენ ვხედავთ ადგილს, სადაც უკვე დაბადების წიგნში წერია, ეს არის პირველი ხარება, პირველი სახარება ღმერთისაგან, ანუ ხარება რა არის? სასიხარულო ამბავი, ევანგელие, ბერძნულად რო ვთქვათ, მაგრამ ებრაულში ეს ცოტა სხვა კონცეფცია აქვს. ებრაულში სახარება ეს არის ბასარ, ბასარ ნიშნავს სხეულს. და სასიხარულო ამბავი არის, რომ ღმერთი მიიღებს ადამიანის სხეულს. ეს არის უწყება, ზუსტად ხარების, სახარების უწყება ამაში, რომ ღმერთი განკაცდა. და ეს ზუსტად ეს დაპირება არის ზუსტად დაბადების მესამე თავის მე-15 მუხლში შემოკარგებო, რომ პირველი აი ეს სასიხარულო ამბავი, რომელიც ადამის და ევას დაცემის შემდეგ არის, მოდის აქედან. ეს ჩვენ დაბადების წიგნში ვილაპარაკეთ ჩვენ ამაზე. მესამე, სადაც ჩვენ ვხედავთ იესო ქრისტეს ხაზს, ეს არის ა ブラ ამის აღთქმა, რომ ა ブラ ამის თესლში იკურთხება ყველა დედამიწის ყველა ერი. ანუ ა ブラ ამის თესლი, ა ブラ ამის თესლში ასეც ა ブラ ამის თესლში იყო ის რა თქვია. იკურთხება თელი ერი, ანუ ა ブラ ამიდან წამოვიდა იესო ქრისტე და მოვიდა იესო ქრისტე. ჩვენ ვთქვით, რომ სიტყვა, რომელიც არის გამოყენებული, როდესაც მათე ამბობს, მაგალითად ტოლედო არის ნიშნავს, რომ ა ブラ ამის, ადამის, ევას და საერთოდ კაცობრიობა შეიქმნა იესო ქრისტეს გამო. თავარი ლაიფ მოტივი არის, ეს არის იესო ქრისტე. და ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დავინახოთ ისა. და მივდივართ უკვე იესო ქრისტეს ხაზის დანახვას, მეოთხე პუნქტს ჩვენ ვხედავთ იესო ქრისტეს ხაზი, რომ დავინახოთ, დავიწყეთ დაბადების პირველიდან და მივადეკით უკვე დაბადების 51 თავს. ბევრი ადგილები უბრალოდ მე ახლა ამოვირჩი ესეთი, რომ მივიდეთ და 51 თავი ეს არის ზუსტად ის, რომ როდესაც იუდა იყო არჩეული პირველი მემკვიდრე და იუდა იყო არჩეული მამამთავრად ისრაელის ერისა. ლეა, პირველი ოფიციალური იმიდან იყო. რატო იყო იუდა არჩეული? მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. ჩვენ მე წინაურ ვიდეოში ვთქვი, რომ იუდა იყო არჩეული იმის გამო, რომ იუდა იშვამდგომლა მამამისთან, თავის ძმარეო იმაზე ბენიამინზე და ასევე იშვამდგომლა იოსებთან, მაშინ ფარაონის წარმომადგენელთან, რადგანაც იუდამ არ იცოდა ვინ იყო იოსები, მანაც იშვამდგომლა იოსებთან, თქვა რომ მე დამიტოვე, მე დავრჩები, ოღონ ბენიამინი გავუშვი და ეს არის იესო ქრისტეს წინა სახე, ამიტომაც წამოვიდა იესო ქრისტე ზუსტად იუდას ტომიდან, ამიტომ უნდა ყოფილიყო, რადგანაც ის იყო შვამდგომელი, გახდა შვამდგომელი ღმერთსა და ადამიანებს შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვესმოდეს, რასაც და ეს არის რომ თავარი დედააზრი, რასაც ჩვენ ბიბლია გვასწავლის, რომ კი ღმერთია შექმნილი ადამიანის, ადამიანი დაეცა, ადამიანი თავისით ვერ დაუახლოვდება ღმერთს, ამისათვის არის მსხვერპლი, ამისათვის არის შვამდგომელი. ეს მსხვერპლი და ეს შვამდგომელი გახდა იესო ქრისტე ჩვენთვის და ამიტომ იყო იუდა არჩეული როგორც პირმშოთ. ანუ თავისი ძმები, რადგანაც მოუყვეს თავისმა ძმებმა, რომ იუდა ჩადგა და იოსებს ლამის ხელიზარწმაწეს კი გავიდა, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ტექსტში ესე არ ჩანს, მაგრამ როცა ივრითულ ტექსტს კითხულობ, იქ ხედავ, რომ იქ დაძაბული ურთიერთლაპარაკი ჰქონდა იოსებს და იუდას და არის ასეთი მიდრაში, რომ იუდას ყვირილი იყო როგორც ლომის ღრიალიო. ამას იუდა ეშლება, მოწაფე იუდაში ტომია. ხო, კაი, არ უნდა. როცა არ უნდა ადამიანს შევეშვათ, ვისი გაგებაც არ უნდა. და აქედან ვიწყებთ ახლა ჩვენ, როდესაც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ
იმ მომენტზე იმ და მუხლებზე, რომელიც მეათე მუხლი არის, მეათე მუხლი, რომელიც არის დაბადების 49 თავის რა კუთხევას აძლევს იაკობი თავის შვილს, იუდას და როგორ მიუთითებს ეს იესო ქრისტეზე და როგორ ასულდა ეს იესო ქრისტეზე. რას გვეუბნება ჩვენ? დაბადების 49 თავის მეათე მუხლში ასე წერია: არ განაშორდება კვერთხი იუდას, კანონმდებლია მის ფეხთაშვიდან, ვიდრე არ მოვა შვიდობის ყოფილი და მას დაემორჩილებიან ხალხი. ეს არის მასა წერია ხო შინთანაც? თუ როგორ წერია? აბა მიდი წაიგითხე. არ წაერთმა კვერთხი იუდა. არ განაშორდება იგი. არ განი მის ფეხთ შორის, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და დაემორჩილებიან მას ხალხები. ხო, პირველი ზმნა, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ, ეს არის ზმნა არ განაშორება. აი მაგალითად, არ განაშორება, წასვლა. ლოია სოშებეთ მიჰუდა. ეს ნიშნავს, რომ არ განაშორება. სიღრმისეული მნიშვნელობა სულ მოდის და ნიშნავს არაუბრალო გადანაცვლებას, არამედ ძალაუფლების სრულ გაქრობას ან უარყოფას. იუდაური კომენტარების მიხედვით ეს ნიშნავს, რომ იუდას თომს ყოველთვის ექნება ლიდერობის სულიერი თუ პოლიტიკური წინამძღოლობის ზალა, თუნდაც დევნილობაში და თუნდაც როცა სახელმწიფო იქნება. აი ეს არის ის ზმნა, რომელიც სულ, ანუ არ განაშორდება. ეს ნიშნავს პირველი ნიშანი, რომ იესო ქრისტეს ძალაუფლება არ განაშორდება არასოდეს, ის იქნება მუდამ მასთან. და ეს ასულდა იუდას ტომიდან, როცა წამოვიდა იესო ქრისტე. პირველი მინიშნება, რომ ის იქნება მუდამ, მისი ძალაუფლება არის მუდმივი. ის არ იქნება, მას არ დაკარგავს და ამაზე პირდაპირ მინიშნება არის აქ. მეორე, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ზმნა მოსვლა, შესვლა, რომელიც არის ბო, ეს არის ზუსტად ის მომენტი, რომ სხვადასხვა ბიბლიაში არის თორის საკვირაო თავი, რომელსაც ქვენ ბო, ხო იცი რომელია? და შევიდა ფარაონთან მოსე, ასე იწყება ბო. და ბოში შედის სხვადასხვა პასექის სინდრომი. ისა პასექის დღესასწაულის ის აღსა განმარტება. სიღრმისეული მნიშვნელობა ზმნა ბო ბიბლიურ ებრაულში ხშირად ნიშნავს არა უბრალოდ ფიზიკურ გადაადგილებას ერთი ადგილიდან მეორედ, არამედ საბოლოო დანიშნულებას, ანუ მიზნის მიღწევას. ანუ აქ არის ლაპარაკი, რომ ის ძალაუფლება ექნება მას მანამდე სანამ მიზანს არ მიაღწევს იესო ქრისტე. და მიზანის მიღწევა რა არის? მიზანის მიღწევა არის მისის მეორედ მოსვლა დედამიწაზე და სამყაროს გასამართლება, ცოდვილების გასამართლება და მართლების მასთან ყოფნა. ეს არის საბოლოო მიზანი და ამას წინასწარმეტყველებს იაკობი იუდაზე, თავის შვილზე და იუდას ტომიდან წამოვა იესო ქრისტე და ამაზე მიეთითებს და საფხედავ ჩვენ რო იესო ქრისტეზეა ლაპარაკი, აქ არის ზუსტად შილო, მან წერია შილო თუ არა? აი მეათე მუხლი. როგორ რა ის ყოველ მეცხრე მუხლი ნახება? იუდა არის ლოგის ოპერი, ხო, პერმანენტში. ხო, აბა ნახე. ამის ოპერი ხარ იუდა, ანადირებით ყოფილი აღმართულხა შვილად შემოა. მიწოდინა როგორც ლავი, უნდა გასვეს საბოლოოდ. და მეათე მუხლია შილო. სიტყვა შილო ნახე თუ ამან ინგლისურ შემთხვევას გამერა მასე. ინგლისური არა, ქართული წაიგეთ გეული. შილო აწერია. აბა რა წერია? ერთი არ გაწერია. ვახი წერია და ლოვერი თავის სიგანასობენ. აი, მფლობელი, რასაც ქვია, მფლობელი, ვიდრე არ მოვა ებრაულში არის სიტყვა მფლობელი იგივე შილო. და იცი რა საინტერესო განმარტება აქვს იონათანის თარგმანს და ონკესონის თარგმანს პირდაპირ განმარტავს მაგას, რომ ეს არის მესია. მაშიახი, მეფე მაშიახი, პირდაპირ ამბობს. მეფე მაშიახი და აქედან გამომდინარე ზუსტად ეს არის პირველი ესეთი ზუსტი წინასწარმეტყველება იმიდან, რომ იესო ქრისტე როგორც ადამიდან წამოვიდა, დედაკაცის წესლიდან წამოვა, მეორე წინასწარმეტყველება ჩვენ ხედავთ, რომ ის მოდის აბრაამის წესლიდან და მესამე დიდი წინასწარმეტყველება, რომელიც იესო ქრისტესზე მიგვანიშნავს, ეს იქნება იუდას ტომიდან, ეს არის ზუსტად ეს იაკობის კუთხევა და წინასწარმეტყველება, რომელიც მან
წინასწარმეტყველად უთხრა თავის შვილს იუდას. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ დღევანდელ გაკვეთილში გვევნება. პლუს ამას ესეთი მომენტი არის, რომ ინგლისურში ნახე როგორ წერია. ანუ უბრალოდ ფლობელი კი წერია, სანამ არ მოვა ის, ვისაც მორჩილება ეკუთვნის. ხო, იგივე ფლობელი მას ეკუთვნის ყველაფერი. აყურე ივრითულ ტექსტში ახლა ჩვენ გავმართოთ, აიყურე. აი მორჩილება წერია ხო მანდ? აი მაგალითად სანამ ის ვისაც მორჩილება ის. იაკხათ, რომელიც აქ ივრითული სიტყვაა გამოყოლებული მორჩილება, მორჩილება არა. ეს აზრით შეკრება. შეკრება? ხო, მაგრამ როგორი შეკრება, იცი? ეს არ არის აი დაძალებითი შეკრება, არამედ ეს არის შეკრება, რომელიც ხალხი თავისი ნებაყოფლობით მიდია შეკრებასთან. აი როგორც ესაიას წინასწარმეტყველებს, მოდი ავიდეთ ღმერთის მთაზეო. მოდი ანუ სულვილი გაუჩნდება ხალხს, გაიგე? და ესაა ქრისტიანობის მთავარი არსი, რომ მოციქულები არავის არ აძალებდნენ, ხმლებით არ ქადაგობდნენ იესო ქრისტეს, როგორც ეს რომის იმპერიამ გააკეთა ადრე შუა საუკუნეებში და როგორც გააკეთა ეს რუსეთმა, თავის ხმლით ავრცელებდნენ ქრისტიანობას, ეს ასე არ იყო. არამედ პირველი სამოციქულო ეკლესია, რომელიც იყო იმაში ქვია იერუსალიმში და შემდეგ გაიფანტა, ისინი ცდილობდნენ რომ ადამიანს სულვილი გაჩნდა, რომ ის ყოფილიყო ქრისტიანი. ვიცი როსაც მოგიჩვენა შენც რაღაცა? არა, სუსტად სამბილოს. ხო, მეც რაღაცა. ხო და ძალიან ლაგა შეგასწრო ეს რასთან და მოიმოწა. ხო, დაიმოწაფეთო, ანუ ადამიანს სულული უნდა გაუშვეს, რომ ის გამოყვეს შენ და ის იყოს ისა რა ქვია, შენი თავისი გადაწყვეტილება უნდა იყოს ქრისტიანი გახდეს, ეს იყოს თავისი წმინდა ისა თავისუფალი არჩევანი. ეს არის რომ შემოკრებს, ნიშნავს ზუსტად ის, რომ ადამიანი ირჩევს თავისი ნებით იესო ქრისტეს. და ეგ არის ზუსტად ურტყამს რომელ იმას, რა ქვია, განსაზღვრებას. კალვინისტურს. ანუ ხო, კალვინისტური მოძღვრების მიხედვით ადამიანს არ აქვს თავისუფალი ნება და ადამიანს საფუძველი აქვს ის უნდა რომ ადამიანმა ღმერთი აირჩიოს. ხო, ანუ ილუზიაო რა, ეგეთი ხო, ეგეთ, მაგრამ აქ წერია თვითონ სიტყვა შეკრება, რომელიც უყურე როგორი განმარტება აქვს ეს ენციკლოპედიიდან ამოვიღე. ისა ქვია, იუდაური ტექსტების იმიდა. სიღრმეში ეს სიტყვა ბიბლიაში ძალიან იშვიათია. ნახე. მისი ეტიმოლოგია უკავშირდება ხალხის ნებაყოფლებით მოგზალებულ და პატივისცემით სავსე შეკრებას. ლიდერის გარშემო. ეს არ არის ტირანული იძულებითი დამორჩილება, მესია მიზიდავს ერებს თავისი სულიერი სიდიადი და სამართლიანობით. ეს ზმნა ეხმიანება ესაა წინასწარმეტყველება, სადაც ხალხები თავადამო მოდი ავიდეთ უფლის მთაზე. ანუ ეს არის ზოთ ის, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს მომენტია, რომ თავს მოხვეული არაა ქრისტიანობა, დაძალება არაა ქრისტიანობა, ეს არის რომ ადამიანი ირჩევს თავით იმას. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი არის რა მომენტი, ყურე, ვიდრე არ მოვა შილო გემატრიულად, რომ გავცნობთ, ეს არის 358. მე მიყვარს, ზოგიერთ რაღაცებში მიყვარს. და მესიის გემატრია იცი რამდენია? 358. ახლა რო შევაჯამო ჩვენ დღევანდელი ეს მოკლე გაკვეთილი და მე უნდა დავუთმო რაღაცებს, აქ უნდა გავსა განმარტო ისინი, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ვიდეოები დაყარეს. და შეკითხვებიც უყასხო და ბარემ. ხო გავმარტოთ ეს ყველაფერი ახლა ეს რა არის, რომ დაბადების პირველივე თავიდან ღმერთი წინასწარმეტყველობდა თავის მესიაზე და აჩვენებდა, რომ ის თავის მესია მოვა. ჩვენ ხედავთ დაბადების პირველ თავს, შივე პირველი მესამე მოხშივე და ხედავთ დაბადების 51 თავშიც, რომ არის ეს წინასწარმეტყველება და რო შევაჯამოთ ახლა ყველაფერი და თელი ახლა მე 12 ტომის სახელების განმარტებას არ მივცემ აქ, იმიტომ მაგრამ თუ ვინმე საინტერესებს არის ვიდეო ამაზე, ცალკე დიდად განხილული, შეგიძლიათ მოძებნოთ YouTube-ზე
ხო, ამიტომ შეგიძლიათ, მაგრამ მე ახლა გაგიმართოთ უბრალოდ 12 სახელი, როგორ განიმარტება 12 ტომი, იაკობის 12 შვილი. მოყავდა იუდა, ლევი, რეუბი, მეს ყველა ამათი სახელები თანმიმდევრობით და რა წინადადებას ვიღებთ ჩვენ ამ სახელებიდან და თვითონ ამ სახელებში იუდას ისრაელის 12-ვე თომში არის დამალული იესო ქრისტეს ღმერთის გამოსხივების გეგმა და იესო ქრისტეს მოსვლა. შეხედეთ ძეს იესო ქრისტეს, მოусმინეთ მას იესო ქრისტეს, რათა მიეკრათ უფალს, იესო ქრისტეს მეშვეობით მიეკრათ უფალს. ადიდოთ ის გიხსნით მჟავრისაგან, იესო ქრისტემ გვიხსნა მჟავრისაგან. გაძლიერებთ სულიერ ბრძოლაში, იესო ქრისტე გვეხმარება სულიერ ბრძოლაში. გაერთიანებთ თავის ლაშქარში, ანუ მის მიმდევრებში ხარ და იღებ მის საქმეებში მოვლენა. მოგანიჭებთ ნეტარებას, რადგანაც იესო ქრისტემ ცოდვისგან დახსნა მოიტანა და ეს არის ნეტარება. რადგან გადახდილია საზღაური, ეს არის მან გადაიხადა. რათა მან დაიმკვიდროს თქვენში. გაგამრავლოთ და მიგიყვანოთ დიდების მარჯვენის ძესთან, ანუ იგივე იესო ქრისტე, მამის მარჯვენ დაждეთ. ეს არის ყველაფერი ის 12 სახელი, რომელიც განიმარტება ასე. აი ამის თქმა მინდოდა მეგობრებო თქვენ დღესთვის, მე ძალიან მოკლე ვიდეო გავაკეთე ერთი თავის განმარტება. ვილაპარაკე, არ ვიცი ამენი 20 წუთია თუ 25 წუთი, იმიტომ რომ დიდი დრო უნდა დავთმო იმის ახსნას, რომ რაღაცები ვიდეოები ჩაწერეს, რაღაცებზე უნდა გავცე პასუხი. ერთ-ერთმა დამიბარეს ასე ამოდიერთი ჩემთან, არ ვერ მიხდი ასად უნდა ავიდე. ნუ აი ესეთი რაღაც მოუჩვით ის ჩაწერას და ის ახლა ნახვალ გაუშვით მაგის ჩაწერა კი არა ამის ჩაწერას ამ ტელეფონზე დავდე მის ის YouTube-ზე იდე სული ჩაწერა კონდეს პროგრამას არ მოიჭრას მე რაღაც რა სული ჩაწერა TikTok-ში იქნება იმახი რა ხო TikTok-ში ხო აღარ წავშლი ის ადრე წავშლი და ახლა ამას აღარ წავშლი და აღარაფერს არ ამიჭერი რა უნდა ამოჭერ მოდა ესა და ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა მეგობრებო თქვენ ვინც მოგწონთ ჩვენი არხი და გამოწერილი აქვს ილოცეთ ჩვენზე აუცილებლად გააზიარეთ დააკომენტარეთ და ვისაც გინდათ ფინანსურად გვერდში დგომა ყველა ჩვენ ვიდეოს ქვემოთ არის ჩვენი საბანკო რეკვიზიტები და ასევე საზღვარგარეთ ვინც ხართ PayPal-ი ანგარიშიც არის მითითებული შეგიძლიათ PayPal-დან გააკეთოთ დონაცია აქაც შეგიძლიათ TikTok-ზე თქვენს აქ არის დონაციის ლინკი მითითებული პირდაპირ პროფილზე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ იქ დასვათ კითხვა და დონაცია გააკეთოთ ეს მოპრობლემოდ ასე რომ ესეც შეგიძლიათ გააკეთოთ კაი დავით აბა გამორთი ახლა ისა მაინტერესებს კამერა რამდენად